ენერგეტიკის სფერო ზოგადად საკმაოდ კომპლექსური არის და საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო პერიოდში უბრალოდ ბევრი ლაპარაკი არის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი არის. ბევრი პროექტი ხორციელდება ბოლო პერიოდში ჩვენ ქვეყანაში, რასაც ხელი შეუწყო ერთის მხრივ სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმებმა ამ დარგის კუთხით, მეორეს მხრივ კიდე ინვესტორების გააქტიურებამ და შესაბამისად გააქტიურდნენ ბანკებიც დაფინანსების კუთხით. დღევანდელი კონფერენციაც ერთ-ერთი ამისი მაგალითი არის და საკმაოდ დიდი ინტერესი არის დამსწრე საზოგადოების მხრიდან, რომ კარგად გაერკვნენ მიმდინარე ტენდენციებში თუ რა გამოწვევები არსებობს და რა შესაძლებლობები არსებობს ახალი პროექტების განხორციელების კუთხით. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკი საკმაოდ აქტიური არის ამ სფეროს დაფინანსებაში. დღეს წლის ბოლოს მდგომარეობით მთელი საქართველოს საბანკო სისტემაში ენერგეტიკის კუთხით იყო დაახლოებით 3 მილიარდი ლარის პორტფელი და აქედან 1,4 მილიონზე მეტი ჩვენი ბანკის მიერ იქნა დაფინანსებული სხვადასხვა მიმართულებით. ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილი არის მომართვიანობა განახლებადი ენერგეტიკის პროექტებზე. შარშან იყო 14 ახალი პროექტი დავიწყეთ, ახლობით ჯამური საინვესტიციო მოცულობა არის 800 მილიონი ლარი ამ პროექტების და წელსაც ანალოგიური პორტფელის pipeline-ი არსებობს ახალი პროექტების, რომელიც წლის განმავლობაში იმედი გვაქვს, რომ დაიწყება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი დამოუკიდებელი ინვესტორის მიერ გაკეთებული ქარის პროექტი ჩაეშვა წელს, რომელიც არის 18 მეგავატი, რომელიც ასევე ჩვენი ბანკის მიერ იქნა დაფინანსებული. ეს კიდევ ხაზს უსვავს იმას, რომ თუ ადრე მხოლოდ ჰიდროენერგეტიკა იყო აქტუალური, დღეს უკვე ძალიან აქტუალური არის როგორც ქარის პროექტები, ისე მზის პროექტები და ისე ჰიდროენერგეტიკა. და საკმაოდ აქტიურად უყურებთ ამ დარგს, არა მხოლოდ ბანკიდან, არამედ Galten Tagarty, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ჩვენი საინვესტიციო ბანკი, საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ამ დარგის კვლევებში, რომ სწორი, დროული ინფორმაცია მივაწოდოთ დაინტერესებულ მხარეებს. ეს იქნება სახელმწიფო, ეს იქნება ინვესტორები თუ საფინანსო ინსტიტუტები, რომ სწორედ მოხდეს საინვესტიციო პროექტების შერჩევა და სწორედ მოხდეს მათი დაფინანსება და იმედი მაქვს, რომ ბევრი ახალი პროექტები გვექნება წლის განმავლობაში. ენერგეტიკული ბაზარი და საინვესტიციო გარემო რეგიონში აქტიურად იცვლება. სწორედ ამიტომ TBC როგორც ქართული ბიზნესის ნომერ პირველი პარტნიორი და მხარდაჭერი აქტიურად უზიარებთ ჩვენს პარტნიორებს ინფორმაციას ბაზარზე არსებული და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა უფრო სწრაფი მანევრირების და მორგების. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამას ეხმიანება. EBRD-სთან ერთად გვაქვს შეხვედრა ბიზნესთან, სადაც გავუზიარებთ ენერგეტიკის სექტორში არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომლის ამოხსნაზეც ერთად ვიფიქრებთ. რაც შეეხება უშუალოდ TBC-ის მონაწილეობას განახლებად ენერგიაში, ანუ იცით, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რა თქმა უნდა TBC ბანკისთვის, სადაც ჩვენ 55%-იანი ბაზრის წილი გვაქვს ქართულ ბაზარზე. ეხაც რა თქმა უნდა აქტიურად მუშაობთ ახალ პროექტებზე, თითქმის 800 მეგავატი დადგმული სიმძლავრის pipeline-ი გვაქვს, რომელიც შემდეგი წლების განმავლობაში განხორციელდება და უმეტესი ნაწილი არის ქარსა და მზის ენერგიაში, რაც ზოგადად ქართული ენერგეტიკის ბაზრისთვის სიახლეა. თუმცა ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურების დაფინანსებას არ ავჩერებთ, მანდაც ძალიან აქტიურები ვართ, რადგან ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით პოტენციალი სრულად ამოწურული არ არის. Looking into the energy sector landscape here in Georgia to discuss opportunities, to discuss how we can further develop the market here, also to get a good idea of what are the challenges facing the companies and how we can proceed in our ambitious plans. So far, EBRD in Georgia has invested in the energy sector over €1 billion in spread in 30 projects.
And these numbers include the portfolio of our existing investments plus those ones that are coming up in the next few months. We expect in 2026 to be a very good year for the sector. We are focusing on getting the renewables potential of Georgia into the grid, for the benefit of the consumers, and also to position Georgia to its right place in the wider connectivity and energy security for the region. So we hope that today's discussion will lead to a very good set of conclusions, directions, and will bring contacts among the players that can unite forces and do this together with us. Today we have organized this half-day event to bring together the players of the energy sector, financing side, as well as the regulatory side together in order to discuss the energy transition and challenges and opportunities in our region and how we can support the financing of this strategy. Just to maybe first on the Georgia, we have financed until now close to 800 megawatt of projects in Georgia, which is mainly in hydros as well as some infrastructure side for the transmission and also rehabilitation of the Enguri with a total financing of 900 million euro. And actually in our pipeline right now, we have a number of very good projects. You know, as EBRD, our focus is to support the private sector and investments in the country. And considering that Georgia is a heavy hydropower energy generating country, we believe that diversification of energy sources are very important. So on top of the hydropower capacity the country has, it is important that the country is developing the solar and wind side as well in order to diversify and due to climate change to reduce the impact of the climate change on the country's energy generation, which will be very important also to reduce the cost of the energy for the country and for the citizens and to reduce the import share and to make the country's energy security become more independent.